სტუდენტები, სხვა სამოქალაქო აქტივისტები ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც თავს ვგრძნობთ სუერბლად იმ დანაშაულებრივი განათლების პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და მისი პარტია. ეს იყო პოლიტიკა, რომელმაც ბედის ანაბარა 30 მილიონის ხარჯზე მიატოვა ჩვენს ქვეყანაში სამეცნიერო კვლევითი აქტიურობა, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები, მეცნიერული ძიება. ეს არის ის ხელისუფლება, ის პოლიტიკა, რომელმაც უნივერსიტეტის ავტონომიას შეზღუდა. ხელისუფლება, რომელმაც 2006 წელს გააუქმა უნივერსიტეტის წესდება და თავიდან თავად დაამკვიდრა ვისთვის სასარგებლო წესრიგი. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც თავისი პოლიტიკით აკადემიურ თანამდებობაზე დანიშნა მხოლოდ ვისთვის სასარგებლო ადამიანები. ეს არის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ მოიხსნა სრული პასუხისმგებლობა განათლების სისტემის წინაშე. დაამკვიდრა ვაუჩერული დაფინანსების წესი, რომლის შედეგადაც უნივერსიტეტები დამატებით ხარჯებს, დამატებით ფულს ადამიანური რესურსების განვითარებისთვის არ იღებენ. ჩვენ ვამბობთ, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს იყო დანაშაული, ამ დანაშაულის პატიება არ შეიძლება და ამ დანაშაულს უწევთ საერთო სტუდენტურ წინააღმდეგობას. ამასთანავე, დღევანდელი ჩვენი აქცია არის სიმბოლო, არის ჟესტი იმისა, რომ მომავალში არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო მოიხსნას პასუხისმგებლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ზოგადად ყველა ეროვნული სახელმწიფო სასწავლებლის წინაშე. აქვე დღევანდელი აქცია მე პირადად უცხადებ სოლიდარობას, მხარდაჭერას განათლების სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის მიხედვითაც სამეცნიერო სისტემა, საგანმანათლებლო სისტემა უნდა დაეფუძნოს აკადემიური თავისუფლებით, აკადემიური მიუკერძოვებლობით და აკადემიური ხარისხის პრინციპებით. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვიზიარეთ ივანე ჯავახიშვილის მთავარ სამოქმედო გეგმას, რომელიც ამბობდა, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს მეცნიერებისა და განათლების, კვლევისა და სწავლების საერთო კერა. გაუმარჯოს აკადემიურ თავისუფლებას, აკადემიურ მიუკერძოვებლობას და აკადემიურ ხალისს ყველა სახელმწიფო სასწავლებელში. და კეთილი ინებეთ უკანა კარიდან და ფანჯრიდან ზრომიას მოეშვით. ჩამოდით ქვემოთ და ადამიანურად გაგვაცით პასუხი ლოგიკურ და ლეგიტიმურ კითხვებზე, რომელიც
ეხლა დამიკავშირდა ციხიდან ადამიანი კოლონიიდან, რომელიც სასჯელს იხდის უკანონოდ. ეს ადამიანი არის ჯერლით ზარია. მინდა მოკლედ გითხრათ ამ ადამიანის ისტორია. ეს ადამიანი წლების წინ იყო დაკავებული ბატონი, ანუ ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს. და ყველამ კარგად ვიცით, როდესაც ორთაჭალის კოლონიიდან გაიქცნენ პოლიტპატიმრები. ეს ხალხი იყო ტყეში წლების მანძილზე და როდესაც რევოლუცია მოხდა მიხეილ სააკაშვილმა ამ ადამიანებს შესთავაზა შემორიგება. ეგრეთ წოდებული შემორიგების აქტი შედგა, რომლის ერთ-ერთი ავტორი იყო ბარამიძე. გვახსოვს ალბათ კადრები, როდესაც ამ ადამიანებს ჩამოართვეს იარაღები და მიხეილ სააკაშვილმა ამ ადამიანებს დაურიგა იარაღებს მაგრად თოხები. რამოდენიმე წლის მანძილზე ეს ადამიანები ცხოვრობდნენ თავისუფლად. ამ ადამიანმა როგორც მართვის მოწყობა აიღო, ასევე პირადობის მოწყობა, მაგრამ ეს ადამიანი მეგობრობდა გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიასთან. როდესაც ეს ადამიანი ზურაბ ჟვანია ჩემის აზრით მიხეილ სააკაშვილმა მოკლა, მისი მეგობრები დაიჭირა და ერთ-ერთი მისი მეგობარია ჯერლით ზარია, რომელიც სასჯელს იხდის და მე პირადად ვთვლი, რომ ეს ადამიანი არის პოლიტპატიმარი, ვინაიდან ერთი და იგივე დანაშაულის გამო იხდის ორჯერ სასჯელს. ერთხელ მოხდა შეწყალებაში და იგივე საქმეზე დააკავეს ეს ადამიანი 2007 წელს. მე უცხადებ ყველა უკანონო პატიმარს, რომელიც ელოდება საკუთარი საქმეების გადახედვას, სოლიდარობას და ერთ-ერთი მათგანი არის ერთი სიტყვით ყველა მოსულ მინდა მივმართო. როგორც ყოველთვის მიხეილ სააკაშვილი უკნიდან შეიბარა. ამას ცუდი გაგებით არ ვიძახი და კორექტულად ვიძახი, მართლა უკანა შესასვლელიდან შევიდა და ის ახალგაზრდები, სტუდენტები, ვინც მის არსებობას საერთოდ აპროტესტებენ და ცენტრალურ შესასვლელთან არიან შეკრებილები, იმ ხალხსაც კი გაექცა. ეს ადამიანი არის ძალიან შეშინებული და გაურბის ყველა მწვავე კითხვას, მაგრამ მე იმედი მაქვს იმ ახალგაზრდების, ვინც შევიდა მასთან შეხვედრაზე, რომ დაუსმევენ იმ შეკითხვებს, რა შეკითხვებიც ჰქონდათ ჩვენ იმ ადამიანებს, ვინც თავს თვლით რეპრესირებულებად. მინდა მივმართო მიხეილ სააკაშვილს. ამ ადამიანს არაფრის არ ეშინია. მიკროფონები დაწიეთ სოკო. და ამ ადამიანს თუ არაფერი არ აქვს დასამალი. შეგვდეს და გავცეს შეკითხვებზე პასუხი, თუ რატო ისჯებოდა საქართველოში სიტყვის თავისუფლება კანონით? რატო იყო გატარებული წლების მანძილზე ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და რატო მოხდა ჩვენი თაობის ახალგაზრდების ჩაცხრილა ქუჩაში? რატო ხდებოდა ქონების ჩამოთმევა, თავისუფალი ტელევიზიის დარბევა, მშვიდობიანი მოსახლეობის მანიფესტაციების დარბევა? ამის ნათელი მაგალითია 26 მაისი, 7 ნოემბერი, ყველაზე სისხლიანი დარბევა იყო ეს საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში და ამის ავტორია მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ მოვითხოვთ მასთან შეხვედრას, გავცეს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები და მივმართავ ყველა სტუდენტს, თუ რომელიმე თქვენგან არ მიეცემა საშუალება დაუსვას ის კითხვები, რაც თქვენთვის არის საინტერესო, პროტესტის ნიშნად დატოვეთ შეხვედრა. ჩვენ შეხვედრის დასრულებამდე ვიქნებით აქ შეკრებილები პირველ კორპუსთან, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მიხეილ სააკაშვილს შეუქმნით დისკომფორტს და არ მივცეთ საშუალებას დაკავდეს დემაგოგობით. მისი ჩვეული ფორმაა ეს. შეხვედრების დროს ის მხოლოდ დემაგოგიით არის დაკავებული და იმედი მაქვს, ეს მხდალი ადამიანი გამოვა მთავარი შესასვლელიდან და არ შეიპარება ისე, როგორც ეხლა მოხდა და აგერ შეკრებილ ყველა ჟურნალისტს უცხადებს სოლიდარობას, ვინაიდან მათი შეშება ახდება აღნიშნულ შეხვედრაზე. მე მგონი ეს გასაიდუმლოებული შეხვედრაა და საერთოდ რომ არ განეცხადებინა, უკეთესი იქნებოდა და თუ მან Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა ეს ინფორმაცია, შეეშვა ჟურნალისტებიც და გვენახა თუ რა შეკითხვებს დაუსმევენ სტუდენტები და საერთოდ რა მდგომარეობაა, როგორ აზროვნებენ სტუდენტები. ძალიან მაინტერესებს და მოვითხოვ ასევე შეუშვან ყველა ჟურნალისტი
ნუ ნახოთ თუ რა შეკითხვებზე გასცა მიხეილ სააკაშვილმა პასუხი. დიდი მადლობა. წერეთ ეს ბავშვები გეტყვიან ყველაფერს. დაგერ არიან ეს ბავშვები, რაც კითხვები ქონდათ, თვავე კითხვები და არ შეუშვეს. იყო შერჩევითი სამართალი. მე გახლავართ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი და სააკაშვილს პირდაპირ 19 მაისს მას გავასამართლებ ჩვენ სპორტის სასახლეში 2 საათი.